საქართველოს ელჩების ყოველწლიური კონფერენცია მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის, როგორც პარლამენტისთვის, იმისთვის, რომ ჩვენს ელჩებთან, მისიების ხელმძღვანელებთან გქონდეს კომუნიკაცია იმ პოლიტიკურ საკითხებთან, რომელიც მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით მიტანენ იქნეს ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან საზღვარგარეთ. განსაკუთრებით იმ სიტუაციაში, როდესაც მწვავე გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი რეგიონი, ჯერ კიდევ მიმდინარეობს კონფლიქტები, რომელიც რა თქმა უნდა თავის გავლენას ახდენს საქართველოზე. მნიშვნელოვანი არის, რომ ელჩებმა ჩვენი მშვიდობის პოლიტიკა და ის გამოწვევები, რომელიც ჩვენ გვაქვს ამ მხრივ, მიიტანონ ჩვენს პარტნიორებმა და მეორე მხრივ ჩვენ წელს გვქონდა მნიშვნელოვანი არჩევნები და ხედავთ თუ რამხელა ხარიშხალია დეზინფორმაციის საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. კარგია რომ ეუთოოდირის საბოლოო ანგარიში გამოქვეყნდა, რომელსაც წერტილი დაუსვა ყველანაირ სპეკულაციას ამ არჩევნების კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ელჩებმაც იმუშაონ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იმისთვის, რომ ის ნიაღვარი დეზინფორმაციისა, რომელიც სამწუხაროდ მათ შორის უცხოური პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ხორციელდება, ეს დეზინფორმაცია შეჩერდეს და ყველამ გააცნობიეროს ის სიმართლე, რაც ეუთოოდირის დასმაშიც არის ასაკი. მიხეილს კითხები ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაკეთებული განცხადების ნორდიკური და ბალტიისპირა ქვეყნების მხრიდან გაკეთებულ მოწოდებაზე, რომ გარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა განიხილოს ხელისუფლებამ და ასევე ეუთოოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებას მოგიწოდებენ, რა იქნება ხელისუფლების. აქ განცხადების ავტორებს შორის არიან იმ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პირდაპირ ჩართული იყვნენ საქართველოს წინასაარჩევნო კამპანიაში, გულისხმობ ესტონეთის, ლიეტუვის წარმომადგენლებს, რომლებიც ჩვეულებრივად წინასაარჩევნო კამპანიის მონაწილეები იყვნენ ოპოზიციის მხარეს და როგორც ჩანს, ისინი თვლიან, რომ დამარცხდნენ ამ არჩევნებში და ახლა ცდილობენ რაღაც საგარეო ბერკეტების გამოყენებით გავლენა იქონიონ ქართველი ხალხის დემოკრატიულ არჩევნებში. ეს რა თქმა უნდა არის აბსოლუტურად მიუღებელი, არადემოკრატიული გზა, ის გზა, რომელსაც ეს ქვეყნები ედავებიან რუსეთს სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომ ის ერევა სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში, როგორც ჩანს, იმდენად გართული არიან ამ ბრძოლით რუსეთთან, რომ თავად ნელ-ნელა ემსგავსებიან რაღაც მეთოდებით რუსეთს და გულისხმობ აქ საგარეო ჩარევას სხვა ქვეყნის შიდა საკითხებში და სუვერენიტეტში. ჩვენ 33 წლის წინ დამოუკიდებლობა იმისთვის არ მოგვიპოვებია ბრძოლით და სისხლით, რომ დღეს პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა ჩვენი სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. და სამწუხაროა, განსაკუთრებით გულისხმობ მე პოსტსაბჭოთა ქვეყნებს, რომლებიც სამწუხაროდ იმავე მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოს მიმართ, რა მენტალიტეტსაც აჩენდნენ ხოლმე თავის დროზე ხედავდით ხოლმე სხვა დედაქალაქიდან. ასე რომ მნიშვნელოვანია, რომ ახლა კითხვის ნიშანი ესმება თუ სასწორზე დგას ახლა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ან ზოგიერთი ევროპელი ქვეყნის პატიოსნება იმ მხრივ, თუ რამდენად ერთგული არიან ისინი იმ სიტყვისა, რომელსაც ხშირად იმეორებენ სუვერენიტეტთან დაკავშირებით, რომ ისინი პატივსცემენ საქართველოს და ქართველი ხალხის სუვერენიტეტს. და ასეთი ტიპის განცხადებები, რა თქმა უნდა, ქმნის იმის აღქმას, რომ მათ სუვერენიტეტი მხოლოდ თავისთვის სჭირდება და საკუთარი ხალხისთვის, სხვა ხალხების სუვერენიტეტს ძალიან ადვილად ლახავენ. ამიტომ ჩემი მოწოდება ყველა ქვეყნის მიმართ, რომ პატივისცემ ქართული ხალხის სუვერენიტეტს, ეს არის საფუძველთა საფუძველი საერთაშორისო წესრიგისა და რა თქმა უნდა, თუ კი ისინი დაარღვევენ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, მე არ უნდა გავუკვირდეთ, როდესაც სხვებიც არღვევენ ხოლმე ასეთ წესრიგს. ამიტომ მნიშვნელოვანია ყველამ დაიცვას წესები, მიუღებელია სუვერენიტეტის შელახვა. ეს არის თუ გაგიკვირდათ, როცა ლავროვმა შეგაქოთ მხოლოდ ბატონშალვად ევროპასთან დაშორების გამო, დასავლეთთან დაშორების გამო, საქართველოს ხელისუფლებას უნდა რომ გაატაროს სუვერენული პოლიტიკა, ამბობს ლავროვი. ამან თუ გაგაკვირვათ ამ განცხადება? კიდევ ერთხელ ჩვენ მოქმედებთ ჩვენი ხალხის ინტერესით და მოქმედებთ ჩვენი კონსტიტუციის ერთგულებისთვის, ამიტომ ვინ რა განცხადებას გააკეთეს ამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, ერთადერთი რასაც აქვს მნიშვნელობა, რომ არავინ, მათ შორის რუსეთი,
უპირველეს ყოვლისა, ვინც ერევა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობაში, რომ არავინ არ შელახოს ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, გულისხმობ ამ შემთხვევაში რუსეთს, არავინ არ შენახოს ჩვენი სუვერენიტეტი, გულისხმობ ახლა ამ შემთხვევაში განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ქვეყნებს და იმ პოლიტიკურ ჯგუფებს, რომლებიც ჯერ კიდე სამწუხაროდ საბჭოთა მენტალიტეტით მოქმედებენ საქართველოსთან დაკავშირებით და ეს არის ამოსავალი წერტილი ყველანაირი ურთიერთობის. დაკავშირებით, რომელსაც ხელი მოაწერა უკვე მიხეილ ყაველაშვილმა, საუბარია საადმინისტრაციო სამართალდარღვევათა კოდექსში გაზრდილი სანქციები, დასჯადი ქმედებები, დაკავების საფუძვლები, ნიღბების აკრძალვა, საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიები. რომ გითხრათ, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ხელისუფლება მკაცრად ცდილობს, რომ საპროტესტო აქციების მუხტიშია სუსტოს და ის, რომ მიხეილ ყაველაშვილი თქვენი ხელისუფლების მიერ ხელდასმული, ამიტომაც იყო საჭირო, რომ ის მოიქცეს ისე, რომ რა დაკვეთასაც მისცემთ თქვენ. საინტერესო რომ თქვენ ევროპულ სტანდარტს ეძახით რეპრესიას. ანუ როგორ ფიქრობთ, რომ ანუ ის სივრცე, საიდანაც სხვადასხვა ჯგუფები ამბობენ, რომ მივისწრაფით, ის სივრცე არის რეპრესიული სივრცე. ყველა ქვეყანაში, ევროკავშირის უმეტეს ქვეყანაში ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციას. ნიღბოსნების როცა ცემსადენი გაზის გამოყენება ხდება იმის გამო, რომ აქცია გასული არის კანონიერი ჩარჩოებიდან. და როდის შესაბამისად, როცა ხდება სპეციალური საშუალების გამოყენება, ეს იმის ნიშანია, რომ ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და არა გაუწიოს უფრო მეტი წინააღმდეგობა და შევიდეს გადავიდეს შეტევები. ნიღბიანებს არაფერი ესაქმებათ აქციას. ნიღბიანების აქცია მე არ გამიგია სადაურული წესია. თუ ადამიანს სურს თავისი რაღაც აზრის გამოთქმა, ამისთვის საშუალება მივალ მახალეც ვთქვა, ჯერ ნიღბიანებზე შევთანხმდით, ხო? ნიღბიანებს რა ესაქმებათ აქციაზე და ამას ბევრი მიზეზი აქვს, მათ შორის ატომაც არის აკრძალული ევროპაში ნიღბების ტარება და გამოდის რომ თქვენ ესე იგი ევროპას ეძახით რეპრესიულ სივრცეს. რეპრესიულ სივრცეს. სამედიცინო მნიშვნელობით ნიღაბს ახლა ნუაურებთ თქვენ სხვა ნიღაბში. ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებაზე ვიკითხოთ, აქამდე იყო აზრთა სხვადასხვა, თუმცა გუშინ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებამ, რომ მან დატოვა პრეზიდენტის სასახლე, მათი გაღიზიანება გამოიწვია, რა გეგმა ჰქონდათ თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ და რასაუბრებთ? და აზრთა სხვადასხვაობა მოყვა ოპოზიციაში დაპირისპირების მიზეზია ეს. რა ქონდა პრეზიდენტის ყაბატონ სალომესთან დაკავშირებით, მაგაც მისი ჩვენ ამაზე საუბრობთ, რომ მისი სტატუსის გამოყენება ხდებოდა ოპოზიციის მიერ. ეს ის ოპოზიცია, რომელიც ეპითეტები გვახსოვს ყალბატონის სალომეს მიმართ და არა მხოლოდ ეპითეტები, რომელიც ყოველგვარ ეთიკურ ზღვარს გასცემლი იყო, არამედ ამ ზუსტად იმ ოპოზიციის მიერ იყო ყალბატონის სალომე არალეგიტიმურ პრეზიდენტად გამოცხადებული. რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა იმიტომ ჰქონდა შეცვლილი, რომ მისი საპრეზიდენტო სტატუსი გამოეყენებათ. ეხლა ეს სტატუსი არ აქვს და აბა ეხლა ნახეთ, როგორ აირევა მათთან ურთიერთობა. ასე რომ ეს მოსავლოდნელიც იყო საბოლოო ჯამში, იმიტომ ჩვენ საქმე გვაქვს არა ამ ქვეყნის პატრიოტებთან, არა ხალხთან, რომელსაც რაღაც პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, არამედ გვაქვს მარიონეტებთან საქმე, რომლებიც სხვების დაკვეთით მოქმედებენ. ასე რომ ეს ჯერ კიდე წინარი ესე ვთქვათ, ჟურნალია ეს ასაც ხედავთ, კინო წინარი მათ რიგებში დაპირისპირება. ის რჩება და აგრძელებს ბრძოლას, აი რა პერსპექტივა აქვს ზურაბიშვილს? არა, ის ამბობდა რომ ის დარჩება, მაგრამ ნახეთ თუ არ დარჩა და წავიდა. რჩება და აგრძელებს ბრძოლას, აი რა პერსპექტივა აქვს? პოლიტიკურ ასპარეზზე კი ბატონო დარჩეს თავისუფალი ქვეყანაა. თავისუფალი ადამიანების თავისუფალი ქვეყანაა და ყველას შეუძლია იყოს პოლიტიკურად აქტიური. უბრალოდ ის ამბობდა რომ ის რჩება პრეზიდენტად, მაგრამ გუშინ ნახეთ რომ ვერ დარჩა და წავიდა. ასე რომ ტრამპმა სწორედაც სალომე ზურაბიშვილი მიიწვია ინაუგურაციაზე და არა თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი ან პირადად თქვენ ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ეს არაფერს არ მეტყველებს ბატონო. დიახ, ეს მეტყველებს იმაზე რომ თქვენ სიცრუეს ავრცელებთ და არა დონალდ ტრამპმა, არამედ ჯო ვილსონმა მოიწვია ის
ინაუგურაციაზე როგორც იცი. არ ვიცი რაღაც თავისებური სისტემა არის ალბათ ინაუგურაციაზე ხალხის მიწვევისად, ღონისძიებას ხალხის მიწვევისად, მაგრამ ამაზე არ გამოტანა გავუწევ. მიხეილ სააკაშვილს სასამართლოდან გავრცელდა ვიდეო ბატონშავა, სადაც ის ხალხს მოწოდებს, რომ სელფი გადაიღო ბიძინა ივანიშვილის აკვარიუმთან ისე როგორც სირიელმა ხალხმა გააკეთა. რაზე მეტყველებს ეს? მიხეილ სააკაშვილის ვიდეო ვრცელდება სასამართლოდან, სადაც ის ამბობს, რომ ვიდრე ხალხი სელფს არ გადაიღებს ივანიშვილის ვიგენის აკვარიუმის ფონზე და არ დაათვალიერებს ისე როგორც ესქნა სირიელმა ხალხმა, მანამდე სამართლიანი არჩევნები არ იქნება. ეს არის თუ არა ძალადობის წახალისება მიხეილ სააკაშვილის და რაზე მეტყველებს მისი ეს განცხადება? ეს მეტყველებს იმაზე, რომ ის ევროპელები, რომელიც მას ფარველობენ და მის ციხიდან დახსნას ცდილობენ, ისინი არიან ზუსტად აი ამ მორალის და მენტალიტეტის მატარებლები. შეგახსენებთ თქვენ, რომ დიდი, ასე ვთქვათ, თხოვნა თუ ზეწოლის თუ რა ვიცი მე, ბევრი მოკლედ თხოვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ თავის დროზე მათ შორის პოლონეთის ხელისუფლებისგან, ევროკავშირის წარმომადგენლებისგან ბევრი თხოვნის შემდეგ დაუშვა ექიმები მიხეილ სააკაშვილთან და გახსოვთ თქვენ, რომ პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან არსებული სპეციალური ექიმების ჯგუფი ჩამოვიდა, რომელიც აღმოჩნდა მათ შორის რაღაც სპეცდანიშნულების მისიის მქონე ექიმთა ჯგუფი, რომელსაც ფარულად გაქონდათ რაღაც მასალები თუ ანალიზები, ასე ვთქვათ, მისი საქმიდან. რაც იყო გაუგონარი რამ, ნუ ასე ზურგში დანაცო ჩაგარტყავს ხალხი, რომელსაც ენდე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და ევროკავშირის წარმომადგენლებს და ჩანდა კიდევაც, რომ იყო მცდელობა, რომ საქართველოსთვის მოეწყოთ მაშინ გარკვეული ასე ვთქვათ, ინციდენტი რაღაც დაედგათ, ყოველ შემთხვევაში ჩასო ამას კეთილსინდისელი მიზნებით არავის აკეთებდა, ნუ ასეთი ხალხიც არსებობს ევროპაში. შეგახსენებთ მის ყოფნა სხვადასხვა რეზოლუციაში და მიმართვაში და ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ჩვენ როცა საუბრობთ სხვადასხვა დედაქალაქებზე ევროპაში, ყველა დედაქალაქიდან ქართველი ხალხის მიმართ კეთილსინდისელი ზრახვები არ არსებობს და ამიტომაც ვამბობდით, ის ვინ სააკაშვილის მფარველი და მეგობარია, ის აპრიორი დეფინიციითვე ვერ იქნება საქართველოს მეგობარი. ამიტომ ჩამოწერეთ სია, ვინც ამბობდა free მიშა, ვინც საუბრობდა მის მოწამვლაზე თუ ასე შემდეგ, შეგახსენებთ მოლდოვის პრეზიდენტმა როგორ დაგვაბრალა, რომ ტანჯავდით სააკაშვილს, ან პირდაპირ ტყუილს ავრცელებდა და ამ ტყუილში მოლდოვის პრეზიდენტი ამხილა შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. შეგახსენებთ ბატონი ზელენსკი როგორ ავრცელებდა ტყუილს სააკაშვილის წამებასთან დაკავშირებით და ბატონი ზელენსკი თავად სტრასბურგმა ამხილა ტყუილში ამასთან დაკავშირებით. ამიტომ ეს უნდა გვესმოდეს, რომ არიან ადამიანები, პოლიტიკოსები, ლიდერები, რომელთაც ქართველი ხალხი არაფერს არ ნიშნავს. ჩვენ ვართ ნული აი ესეთი ლიდერებისთვის, მათთვის თავარი არის მიხეილ სააკაშვილის მფარველობა, იმიტომ რომ თავის დროზე ალბათ ისეთი საქმეები აკეთებინეს, რომლის გამოც ვალში არიან მათთან და საკუთარი აგენტის დახსნა უნდათ ციხიდან. ბატონო შალვა, ამერიკის მიერ გაწესებული სანქციების ფარგლებში ამერიკის ნებართვის გარეშე ბიძინა ივანიშვილი ვერ მიიღებს კრედიტ სუისთან დავაში მოგებულ თანხას. აი რა კავშირი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ამ მოგებულ თანხას და ასევე ხოსალ ჩოსკანს, რომ გამოცხადებული ტყუილი იყო ამერიკის შეერთებული შტატების ხალხის განცხადება მაშინ, როცა ისინი ამბობდნენ, რომ არანაირი კავშირი არ ჰქონდა ამ თემებს ერთმანეთთან. გამოდის ის ბანერი, რომელიც ამერიკის საელჩომ დაგვიხატა ქართულ ხალხს და ცდილობდა, რომ ალბათ ფიქრობდა, რომ გაუნათლებლები ვართ გეოგრაფიაში და გვაჩვენებდა სად იყო ამერიკის შეერთებული შტატები და სად იყო სინგაპური. აღმოჩნდა, რომ თავად ვერ ერკვეოდნენ გეოპოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება პირდაპირ აჩვენებს, რაზეც იყო დიდი ხანი საუბარი თავიდანვე, რომ იყო გარკვეული ჯგუფები, რომლებიც თავის დროზე ეს ანგარიშები სხვადასხვა ბანკში გამოიყენებოდა იმისთვის, რომ ზეწოლა მოეხდინათ ბიძინა ივანიშვილზე, იმისთვის, რომ გაეტარებინა ის პოლიტიკური კურსი, რომელიც სურდა ცალკეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. შეგახსენებთ, ეს დაიწყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და ვიცით, რასაც ითხოვდეთ ჩვენგან, ხომ, სანქციებს, ესკალაციას, მოხალისეების გაშვებას და ასე შემდეგ, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი თუ ინტერესის ჯგუფი იყო ამ საკითხში ჩართული. დღეს ამ გადაწყვეტილებით აღმოვაჩინეთ, რომ დიახაც საკმაოდ გავლენა შესძლებია ოფიციალურ სტრუქტურებსაც ამ თანხების
მოძრაობაზე. ასე რომ ბატონო ზურაბიშვილზე უნდა გკითხოთ, ბატონო შალვა, რატომ გამოიწვია დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვა ოპოზიციაში რა მოლოდინი ჰქონდა ზურაბიშვილის გეგმებთან დაკავშირებით ისაუბრეთ, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ. ჯერ სათხართ, აი ოპოზიცია თავის პირველ რიტორიკასო დაუბრუნდება ზურაბიშვილთან დაკავშირებით, აი მე ნახეთ